ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ფარგლებში ფერმერთა და მექანიზაციის მომსახურების ცენტრების შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ფერმერთა სპეციალიზირებული მომსახურების სერვის ცენტრების მექანიზაციის ცენტრების შექმნას გულისხმობს. ამერიკული მხარე დაინტერესებულ პირებს აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის განვითარებას თანადაფინანსებით სთავაზობს. თითოეულ პროექტს თანადაფინანსების პრინციპით 30% გადასცემს. რომელიც კონკრეტულად მორგებულია ფერმერთა მომსახურების ცენტრებისა და მექანიზაციის ცენტრების დაფინანსებაზე. მოვიცავით სრულიად საქართველოს, ეს არის მერვე რეგიონალური შეხვედრა საინფორმაციო. ვატარებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კერძოდ დაინტერესებულები არიან, რომ ამ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. თანადაფინანსება არის 30% გრანტის სახით გაიცემა და 70% უნდა იყოს თანამონაწილეობის სახით უკვე ფერმერის და ბიზნესის. პროექტი საკმაოდ საინტერესოა, ნებისმიერი ახალი რამ, როცა კეთდება, გაკეთება უფრო უკეთესია, ვიდრე არაფრის კეთება. აქედან გამომდინარე. მაგრამ ცოტა სრულყოფებს საჭიროებს, საჭიროა პროექტთან შესაბამისობაში საკანონმდებლო ბაზა მოდიოდეს.